Sanaia Studia, დღის 4-ზე. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ Sanaia Studias და ახლა გვექნება პირდაპირ ჩართვა ჩვენ შეკითხვებს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უპასუხებს ჩვენ სასამართლო სისტემის შესახებ გაჩენილ შეკითხვებზე მოვისმენთ კალბატონ ნინოსგან პასუხებს მოგესალმებით გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის მადლობთ გისმენთ კალბატონ ნინო არასამთავრობო სექტორში ასევე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დარჩა ასეთი შთაბეჭდილება რომ მამუკა ახვლედიანი დაისაჯა თავისი საჯარო განცხადებების გამო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების სრულყოფილად ჩატარების შემდგომ გადაცდომის დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი ზემოქმედების ღონისძიების სახით თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ გაფანტოთ, ასე ვთქვათ, ეს არგუმენტები, რომელიც არასამთავრობო სექტორს მოჰყავს და რა შთაბეჭდილებაც საზოგადოებაში დარჩა. დიახ, შევეცდები, სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი მანამ სანამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება ბატონი ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ ნახავდა ტექსტის შინაარსს და არ მოისმენდა ყველა სამართლებრივ საფუძველს აკეთებს შეფასებებს, მაგრამ ეს მათი უფლებაა, მათი პრეროგატივაა. მე შევეცდები თქვენ აგიხსნათ, რომ დროშია დამთხოვა, მაგრამ არ არის დამთხოვა ბატონი ახვლედიანის სხვა მაღალ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მოწმეთა წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭომ მთელი რიგი ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი სამუშაოები გაწია. ამ სამართლებრივ სამუშაოთა რიგში შედიოდა საქალაქო სასამართლოს და სხვა სასამართლოებისთვის, მაგრამ უპირველესი საქალაქო სასამართლო თბილისისა, ვინაიდან ის არის ყველაზე დიდი სასამართლო საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 100-მდე, ანუ 99 მოსამართლე არის დღე იქ, გადახედა ყველა სამართლებრივ დოკუმენტაციას, წესებს, საქმეთა განაწილების პრობლემებთან დაკავშირებით. რა დროსაც აღმოჩენილი იქნა ბატონი თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც აშკარად შეუსაბამო იყო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებებისა. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მუშაობა და ბუნებრივია თუ ეს დროში დაემთხვა ბატონი მამუკა ახვლედიანის ხმამაღალ განცხადებებს, ეს ვერ შეაფერხებდა რეაგირებას საბჭოს მხრიდან იმ არასწორი გადაწყვეტილებების და ბრძანებების თაობაზე, რომლითაც ბატონი ახვლედიანი მოსამართლეთა სპეციალიზაციას და საქმეთა განაწილების წესს არეგულირებდა საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ დისციპლინური სამართალწარმოების გარდა ქონდა თუ არა უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ემსჯელა ბატონი ახვლედიანის როგორც სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლებას და არამისი როგორც მოსამართლის პოზიციებიდან გათავისუფლებაზე, გიპასუხებთ, რომ რასაკვირველია საბჭოს ეს უფლებამოსილება გააჩნდა. საბჭო თავის გადაწყვეტილებაში ასაბუთებს ყველა ამ პოზიციას უთითებს სამართლებრივ საფუძველს და გამორიცხავს თქვენ შეკითხვაში გაჟღერებულ დისციპლინური სამართალწარმოებით ამ ეტაპზე მისი გათავისუფლების საკითხს, რამდენადაც ახვლედიანი როგორც უუნარო მენეჯერი, რომელსაც თვით სასამართლოში მოსამართლეთა თითქმის მთელი შემადგენლობა უპირისპირდება ამ პოზიციებით სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციიდან მის გათავისუფლებას. მამუკა ახვლედიანი ისევ მოსამართლედ რჩება საქმეთა განხილვის კუთხით სასამართლოში და მას წინ მე ვფიქრობ ძალიან ბევრი სამუშაო. კალბატონო ნინო, ის საქმეთა განაწილების საკითხს თუ შევეხებით, ანუ ლოგიკურად გამოდის ისე, რომ ახვლედიანს არ შეეხება მარტო, ეს სხვებსაც შეეხება, ანუ სხვების საქმეებიც იქნება შესწავლილი, როგორი მენეჯერები არიან, ხომ? აი ეს ამ პროცესს როდის ვიხილავთ? მოგეხსენებათ, ეს იქნება რიგითობით. თქვენ ეს საკითხი არ დაწყებულა მხოლოდ არც მოწმეთა წესის დაკითხვის დროს, ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში, როცა რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საქმეთა ელექტრონულ წესზე გადასვლა დავაპირებდა საკანონმდებლო ინიციატივები გავაჟღერეთ, მაშინვე დაიწყო ამ საკითხებზე ესე ვთქვათ, შესწავლა, მოკვლევა, თადარიგი დავიჭირეთ. ამიტომ ეს არის გრძელი, ხანგრძლივი საქმიანობის შედეგები და ბუნებრივია ყველგან სადაც საქმეთა განაწილების წესი ექნება სერიოზული პრობლემები, იქნება სერიოზული რეაგირებები. კიდევ გიხსნით, ეს განპირობებული იყო ყველაზე დიდი სასამართლოს
მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. ლოგიკური რომ იყოს ბრძოლობა და თქვენ კითხვა არ გაგიჩნდეთ, ჩვენ ზუსტად მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით ახალი კოლეგია შევქმნით საქალაქო სასამართლოში. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები მიიღო არა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელსაც კანონითაც და რეგლამენტითაც ეს უფლებამოსილებები გააჩნია. ამიტომ ამ შემთხვევაში შეყოვნება და ეჭქვეშ დაყენება მოსამართლეთა შორის საქმის განაწილებისა იმ მოტივით, რომ ბატონი მამუკა ახვლედიანი აკეთებს ხმა მაღალ კრიტიკულ განცხადებებს და ჩვენ ხომ არ ვახშობთ მის ხმას, აბსოლუტურად გაუმართლებელია. საბჭო არის ის კოლეგიური ორგანო, რომელსაც ყისიერი რეაგირებები ევალება თუ სასამართლოში ამსაჯულების განხორციელების პროცესში რაიმე დარღვევები ფიქსირდება. ქალბატონ ნინო, ღია წერილში, რომელიც მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, ის საუბრობდა იმაზე, თუ რა მიზეზებით შეიძლება თავს არიდებდნენ მოსამართლეები კრიტიკას და მან თქვა, რომ არჩევანი აქვს მოსამართლეს, რომ იყოს ან მორჩილი, ან უნდა შეუერთდეს აი ამ კლანურ ჯგუფებსო. შეგიძლიათ დღეს გითხრათ, როდესაც საუბარია გუნდებზე, სასამართლო სისტემის შიგნით კლანებზე, რომ არის გუნდები, მოსამართლეთა გუნდები, რომლებიც იბრძვიან გავლენების მოსაპოვებლად სასამართლოში და არის მოსაზრება, რომ ასე ვთქვათ, მურუსიძის გარშემო არსებულ მოსამართლეთა კორპუსს აქვს ყველაზე მეტი გავლენა დღეს სასამართლო სისტემაში. თქვენ გამორიცხავთ აბსოლუტურად, რომ რაღაც კლანური ჯგუფები არსებობდეს სასამართლო სისტემაში? აგიხსნათ, სასამართლო კორპუსი ის კორპუსია, რომელსაც ვერც გუნდებით, ვერც რაიმე მუქარით, ვერც გაერთიანებდა, ვერც დაშლი. ბატონ მამუკას არ აქვს არც მორალური, არც პროფესიული უფლება თავის კოლეგებზე ისაუბროს და ასეთი ეჭვები გამოთქვას იმ მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც დღესაც ახორციელებენ მართლმსაჯულებას. ასეთი ეჭვები არა მარტო კონკრეტული მოსამართლეების მიმართ არის პრობლემა, მათ მიერ სამართალგამწარმოების პროცესს აყენებს ძალიან დიდ ზიანს, იმიტომ რომ მომხმარებელი პროცესის მონაწილე მხარე ბუნებრივია გართულებულ მდგომარეობაშია და დაბნეულია, რომელი კლანის, რომელ მოსამართლესთან არის მისი საქმე. ამიტომ ასეთი საკითხის ამგვარად დასმაც კი მამუკა ახვლედიანს ძალიან დიდ წინდახედულებისაკენ მოუწოდებს, რომ მან თავისი კოლეგები არ დააყენოს საფრთხის ქვეშ, არ შეუქმნას სასამართლოს ავტორიტეტს ისეთი თავისი გამოთქმებით, ისეთი ზიანი, რომლის გამოსწორებას დიდი ხნის პერიოდში ვეღარ მოხდება. ამიტომ ყველა სიტყვა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ჭირდება ზედმეტი წინდახედულება, მით უფრო მოსამართლისაგან და კიდევ ადასტურებ, რომ დღეს ახვლედიანი ისევ მოსამართლეა, კლანურობა, გუნდურობა და ეს ზოგადი ფრაზეოლოგია, რომელიც მას თავისი მოსაზრებებით განსხვავებული დამოკიდებულებებისა და სხვა გარემოებების გამო სჭირდება, ეს არ შეიძლება სასამართლოს მიმართ იქნეს გამოყენებული. ამიტომ მე ვგმოვ ამ პოზიციას, რომელსაც ახვლედიანი აჟღერებს მოსამართლეთა მიმართ და მიმდინარე სამართალწარმოების რეჟიმს საფრთხის ქვეშ აყენებს. მას როგორც მოსამართლეს ევალება მაღალი სტანდარტით ისაუბროს თავის კოლეგებზე, მოსამართლეებზე, ყოფილ თავის კოლეგებზე არა, თავის კოლეგებზე, რომლებიც დღეს სასამართლოში ის სამართალია საავადმყოფოს ბიულეტენზეა, მაგრამ მის სასამართლოში ასრულებენ ქალბატონო ნინო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომლის ხდომებსაც თქვენ თავმჯდომარეობთ, საჭიროებს თუ არა თქვენი აზრით რეფორმირებას? ბევრი საუბარია ამის შესახებ და მოთხოვნაც გაჩნდა იმის შესახებ, რომ საერთოდ დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თავიდან დაკომპლექტდეს და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, რა რეფორმა უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით? გადასტურებთ, რომ ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროებთ ბევრ შემთხვევაში, ბევრ საკითხზე რეფორმას და მზად ვართ კიდეც ამ რეფორმებისთვის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის მზად არის ღია სხდომების ფორმატში მოისმინოს ნებისმიერი ორგანიზაციის, ნებისმიერი პირის, პროფესიონალის, იურისტის პოზიციები და ჩაერთოს იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც იუსტიციის საბჭოს რეფორმირების საკითხთან იქნება დაკავშირებული. საკითხის დაყენება ისე, რომ გაჩერდეს იუსტიციის საბჭო, შეწყდეს მოსამართლეთა გამწესება ვაკანტურ პოზიციებზე, ჩამოიშალოს მართლმსაჯულება, ამ საკითხებთან დამოკიდებულებაში საბჭო იქნება აბსოლუტურად კატეგორიული. საბჭო არის კოლეგიული ორგანო, რომელიც ორგანიზებულია და მოწოდებულია სასამართლოების ნორმალური მუშაობისა და ფუნქციონირებისათვის.
მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ქვეყანაში არ შეექმნეს პრობლემა. ამიტომ საკითხის დაყენება არ არის პრობლემა, სარეფორმო სამუშაოების განხორციელება არ არის პრობლემა, მაგრამ საკითხის იმგვარად მიწოდება საზოგადოებისთვის, რომ საბჭო უნდა გაჩერდეს, მოსამართლეთა გამწესება უნდა გაჩერდეს, რომ საბჭოს სამუშაოები არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების პროცესის გასაგრძელებლად და საწარმოებლად, ეს აბსოლუტურად კანონსა და მორალს მოკლებული განცხადებები. ამიტომ ამ შემთხვევაში საზოგადოება რომ არ შევიყვანოთ შტომაში, საზოგადოებას რომ დარჩეს ნდობა სასამართლო ხელისუფლებისადმი და საზოგადოებამ რომ მიიღოს თავის დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებები და ნორმალური ცხოვრების რიტმი იყოს ქვეყანაში, რეფორმებზე უნდა ვიფიქროთ, რეფორმას ახლაც ახორციელებს პარლამენტი და მარტის ბოლოს უკვე ახალი ეტაპი იწყება სარეფორმო წინადადებებისა უკვე საკანონმდებლო სახით და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაცია და რეფორმების გაგრძელებაზე ორიენტირებულია საბჭო. და ბოლო შეკითხვას დავაზუსტებ ფონის ასეთი დაძაბვა, ასეთი ისტერიული დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი დააზარალებს მართლმსაჯულებას. და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ქალბატონო ნინო, მურუსიძის სკანდალის შემდეგ, ახვლედიანის სკანდალის შემდეგ თქვენი აზრით, საზოგადოების თვალში როგორია დღეს სასამართლოს პრესტიჟი? ეს ამ სკანდალებამდე სასამართლოს ავტორიტეტი და მისადმი ნდობა მაღალ რეესტრში არ იყო ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ ამას ვადასტურებთ, ვაცნობიერებთ და ზუსტად აქეთ მიდის ჩვენი მთელი მიმართება, მიზანი, ძალისხმევა, რომ როგორმე საქართველოში მართლმსაჯულებისადმი ნდობა გაღვივდეს. მაგრამ ხელშემშლელი ფაქტორები უფრო ბევრია წარმოჩენილი, ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორები. თუმცა მე ოპტიმისტი ვარ და ესეც დაძლევადაც მიმაჩნია, ჩვენ ვიქნებით მყარნი ჩვენ პრინციპებში, გავაგრძელებთ რეფორმებს და თანდათანობით ეტაპობრივად შევეცდებით საზოგადოების ნდობა გავაღვივოთ სასამართლო ხელისუფლებას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, პირდაპირ ჩართვისთვის, თქვენ უსმენდით პირდაპირ ჩართვას, ეს იყო ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია, გმადლობთ ყურადღებისთვის. სანაია სტუდია დღის 4-ზე.